კახეთში სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან. უამინდობამ რეგიონის 3 მუნიციპალიტეტი ახმეტის, თელავის და ყვარლის სოფლები დააზარალა. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. მოგლიჯა ხეები სიტყვის შედეგად დაზიანდა ერთწლიანი კულტურები. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ზარალის დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ფორმით დაეხმარებიან დაზარალებულ მოსახლეობას. ესეთი ძლიერი ქარიშხალი იყო უცბად წამოსული და გადავლილი პანკის ხეობის ადმინისტრაციული ერთეულში, რომ ამასთან მოყვა ძლიერი წვიმა და სეტყვა. საგრძნობლად დააზიანა საკარმიდამო მონაკვეთები, განსაკუთრებული ზიანი მიადგა საცხოვრებელი სახლების სახურავებს, გადახადა სახურავები და დაგლიჯა ხეები, რომელიც ზოგან ჩაიკეტაში და საუბნო გზები. ვითვლით ახლა ისევ ზარალს იმ მოსახლეობაში არსებულ ზარალს სახურავების კუთხით რაც არის რა და ზუსტი მონაცემები ზარალის შესახებ კომისიის მიერ შესწავლილი იქნება ადგილზე და გადაწყვეტილი იქნება თუ რა ზარალი მიადგა დახმარება, თუ რა კუთხის დახმარება უნდა გაუწიოს მუნიციპალიტეტმა. ესეთ ქარიშხალი არ ყოფილა როგორც დღეს. გაიტანა ეს უღანა მხარეს უტაივალე მეზობლის ეზოში, ჩვენი ეზოში, აგა ლეღვისი მეშაჭაჭრილები. სანამ წვიმა დაიწყებოდა, მას აკეთებდნენ რაგდენ კაციშული ქონდა შუქი, არა ქონდა შუქი და ვეიდან ისროლეს ისინი რა შეწყო საწინააღმდეგო. ერთი 10-12 წელი ისროლეს, მე ეს რუბელი დაიფანდა და უცბად წამოვიდა მეხი. მოსავალი დააზიანა, მაგალითად მთელი ყველაფერი სულ გაგვინა